მნიშვნელოვანი თემებით ეთერშია საინფორმაციო გამოშვება ობიექტივი ჯიხაზგუნთან ერთად არიკო ბერია მოგესალმება საღამოშვიდობისა. ამერიკიდან ჩამოსული დელეგაციის ვიზიტი წალენჯიხაში არ შედგა. ჩვენი რაიონის ხელმძღვანელობა შეერთებული შტატებიდან ჩამოსულ სტუმრებს ქალაქ თბილისში შეხვდა. შეხვედრაზე ხელი მოეწერა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს ვირჯინიის შტატის ქალაქ ბლიუფილდსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტს შორის. რა სარგებლობას მოუტანს წალენჯიხას ამერიკასთან დაძმობილება. რიანი ვიზიტის შესახებ თამრიკო კვარაცხელია ისაუბრებს. როგორც თქვენთვის ცნობილია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბატონი გიორგი ხარჩილავა ამერიკის შეერთებულ შტატებში 10 დღიანი ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის მიზანი იყო თვითმმართველობის განვითარება საქართველოში, მართვის თანამედროვე მეთოდების დანერგვა, კვალიფიკაციის ამაღლება და საქმიანი შეხვედრების ორგანიზება. ვიზიტს გამოეხმაურა ადგილობრივი პრესა და ტელევიზია. დელეგაციის წევრები გამოვიდნენ ქალაქ ვაშინგტონის ტელევიზიით და ქალაქ ბლიუფილდის რადიოთი. ვიზიტის დასასრულს საკრებულოს თავმჯდომარეს ბატონ გიორგი ხარჩილავას გადაეცა ლიდერობის ცენტრ ღია მსოფლიოსა და საერთაშორისო ურთიერთობის ცენტრის სერტიფიკატები. ბატონ გიორგის დიდი ძალისხმევითა და მონდომებით შესაძლებელი გახდა ვირჯინიის შტატის ქალაქ ბლიუფილდიდან 8 კაციანი ჯგუფის თბილისში ჩამოსვლა. მცდელობის მიუხედავად ვერ მოხერხდა მათი წალენჯიხაში სტუმრობა, თუმცა მაღალ დონეზე ორგანიზებული შეხვედრები შედგა ქალაქ თბილისში. 26 ივლისს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხარჩილავა, მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი მებონია და საქართველოს პარლამენტის წევრი რამინ გოგოხია ამერიკიდან ჩამოსული დელეგაციის წევრებს საქართველოს პარლამენტში შეხვდნენ. სტუმრები მიიღო პარლამენტის აგრარული კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ ბატონმა ზურაბ შვაცაბაიამ. შეხვედრაზე საუბარი იყო იმ ძირითად აგრარულ რესურსებზე, რომელიც საქართველოს გააჩნია და რომლის სწორი რეალიზებაც ქვეყნის ეკონომიკას წაადგება. საუბარი იყო ძირითადად სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე, ღვინოზე და ჩაიზე. შეხვედრაზე სტუმრებს წარედგინა წალენჯიხაში მოქმედი საწარმოს შეპესე კოლხეთის პროდუქცია, ცივ წყალში ხსნადი ჩაი, რომელიც აკმაყოფილებს ამერიკისა და ევროპის კვების პროდუქტის სტანდარტებს. ამასთან აგრარულ კომიტეტს და სტუმრებს მიეწოდათ ინფორმაცია ქალაქ წალენჯიხაში ჩაის გადამუშავების ახალი საწარმოს გახსნის შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია მიეწოდება ვესტ ვირჯინიის 53 საგრაფოს სავაჭრო პალატას, რომლებთანაც გაგრძელდება შემდგომი თანამშრომლობა პროდუქციის რეალიზაციის თაობაზე. შემდგომი შეხვედრა შედგა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უფროსის მოადგილე ოთარ ძიძიკაშვილთან. დელეგაციის ხელმძღვანელმა პროგრამა ღია მსოფლიოს აღმასრულებელმა დირექტორმა სუდაკარ ჯამკანდიმ ბატონ ოთარს გადასცა ვირჯინიის შტატის გუბერნატორის ჯონ მანჩინ მესამის წერილი საქართველოს პრეზიდენტის ბატონ მიხეილ სააკაშვილისადმი, რომელიც შეეხებოდა რეგიონების დამეგობრებას და მათ შორის სავაჭრო და ბიზნეს ურთიერთობების განვითარებას. საინტერესო შეხვედრა შედგა სოფლის მეურნეობის სამინისტროში მინისტრის მოადგილე ალეკო ციმცაძესთან. შეხვედრაზე კვლავ წამოიწია სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაცვლის შესახებ ინიციატივებმა და სამინისტრომ სრული მზადყოფნა გამოთქვა ამერიკის სავაჭრო პალატებთან თანამშრომლობაზე. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა საკრებულოს თავმჯდომარე ბატონი გიორგი ხარჩილავა და დააყენა კონკრეტული საკითხები მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე. დელეგაციების შეხვედრების ფინალი შედგა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში, რომელსაც უძღვებოდა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ბატონი ირაკლი ქავთარაძე. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა ვირჯინიის შტატის ქალაქ ბლიუფილდის წინამოწვევის ქალაქის მერი, ამჟამად ბლიუფილდის იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მისტერ რონალდ კრაპტი, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველო მიმზიდველი ქვეყანაა, განსაკუთრებული პერსპექტივებისა და პოტენციალის მქონე და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ამერიკელისთვის უცნობია საქართველო, წალენჯიხა კი განსაკუთრებით შორი, ისინი დაეთანხმდნენ წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივას დამეგობრების შესახებ, რასაც მოჰყვა რეალური ნაბიჯი და უმოკლეს დროში ქალაქ ბლიუფილდის მერმა ბატონმა გარი მურმა ხელი მოაწერა რეზოლუციას მხარეთა დამეგობრების შესახებ, რაც მან გადასცა საკრებულოს თავმჯდომარეს ბატონ გიორგი ხარჩილავას. თავის მხრივ წალენჯიხის საკრებულომ წარმოადგინა მემორანდუმი დამეგობრების შესახებ, რომელსაც ხელი მოაწერა ქალაქ ბლიუფილდის მხრიდან რონალდ კრაპმა, ხოლო წალენჯიხის მხრიდან გიორგი ხარჩილავამ და მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი მებონიამ. მემორანდუმი ითვალისწინებს დელეგაციების გაცვლას, ერთობლივი კულტურული ღონისძიებების დაგეგმვას, ბიზნესის, თავისუფალი ვაჭრობის განვითარებისა და გაცვლის, მონაცემთა ბაზის შექმნის, დამუშავებისა და ინფორმაციის ურთიერთგავრცელების გზების შემუშავებას, თანამშრომლობას ეკონომიკის, სოციალურ, კულტურულ და სპორტულ სფეროში. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა ბატონი რამინ გოგოხია, რომელიც მიესალმა ამ ორმხრივ ურთიერთობებს და იმედი გამოთქვა, რომ ეს მეგობრობა შედეგიანი იქნება ორივე მხარისთვის. სტუმრებიც და მასპინძლებიც კმაყოფილნი იყვნენ ამ საქმიანი შეხვედრებით და იმ იმედით დაემშვიდობდნენ ერთმანეთს, რომ უახლოეს მომავალში ისინი ჯერ წალენჯიხაში, შემდეგ კი ქალაქ ბლიუფილდში კვლავაც შეხვდებიან ერთმანეთს.
ელიტარული ჩაის პროდუქციას პატრონი გამოუჩნდა. ქართული მწვანე ჩაი წალენჯიხაში აღდგება. 30 ივნისს წალენჯიხაში გაიხსნა ჩაის მიკროფაბრიკა, რომელსაც ხელმძღვანელობს კოლხეთი 93-ის დირექტორი გონერ სალია. უახლოეს პერიოდში საწარმოში 100 მუშახელი და 500-მდე ჩაის მკრეფავი დასაქმდება. ჩაის კრეფა შეუძლია ყველას, ასაკი შეუზღუდავად. თითოეული მეჩაიე მიერ მოკრეფილ 1 კილოგრამ ჩაიში 50 თეთრს მიიღებს. რაც შეეხება ჩაის რეალიზაციას, ჯერჯერობით ადგილობრივ ბაზარზე იმუშავებს. ახლად გახსნილი ჩაის მიკროფაბრიკა დაფინანსებულია წალენჯიხის ბიზნესმენის გულიკო ხარჩილავას მიერ. დღეს წალენჯიხა ჩაის კომბინატში მოხდა ახალი ჩაის მიკროფაბრიკის პრეზენტაცია. ეს ფაბრიკა არის გაკეთებული უნიკალური ფაბრიკა, ანალოგიური ფაბრიკა საქართველოში არ არის. ამის უნიკალურობა იმაში გამოიხატება, რომ საწვავად გამოიყენება ხილის ნაჯუჭი. ცნობილია ჩვენთვის, რომ ენერგომატარებელი ძალიან გაძვირდა და დღეს ფაქტიურად ჩვენ გავუშვით ახალი სამქრო, რომელსაც საშუალება აქვს დღე-ღამეში გადაამუშავოს მაღალხარისხოვანი 5 ტონა ჩაი და წელიწადში ეს არის დაახლოებით 400 ტონა ჩაის ნედლეული. ახლა რა უპირატესობა აქვს ამ ჩაის? ესე იგი, ეს საწარმო გაკეთებულია თანამედროვე ტექნიკის უკანასკნელ დონეზე, გააკეთა ჩვენმა სპეციალისტებმა. აქ არის ის მიღწევები, რაც არის საერთოდ მეჩაიეობა სოფლიოში და ვახსენებთ მიზანი არის შემდეგი. მაისის თვეში, როდესაც შემოვა ჩაი, იკრიფება 2-3 ფოთლიანი დუღი, რომლის ღირებულება იქნება 40-50 თეთრი. ესე იგი, მეჩაიე ღებულობს 1 კილოგრამში 40-50 თეთრს. ამის მოკრეფა შეუძლია ნებისმიერ, დაუშვათ მეხუთე კლასელი ბავშვიდან დაწყებული და ზევით. მარტო ეს სამქრო საშუალებას გვაძლევს, როცა ჩვენ ამას არ ვამოქმედებთ, დაახლოებით 400 ოჯახი რო დასაქმდეს ჩაის კრეფას. და თვითონ საწარმოში რამდენი მუშა დასაქმდება? საწარმოში დასაქმდება დაახლოებით 100 მუშა. ეს არის კომბინირებულად. პირველ ეტაპზე არის ხარისხოვანი ჩაი. ჩვენ მივიღებთ აქედან ჩაის, რომელიც იქნება ზვირადღირებული. დაახლოებით 7-8 ლარი ეღირება ეს ჩაი, ამიტომ ღებულობს მე ჩაი მაღალხეზე. დღეს იყო ჩვენთან პრეზენტაცია, შეიქმნა ჩვენთან თქვენ იცით გულიკო ხარჩილავამ, რომელიც არის წარმოშობით წალენჯიხალი, რომელიც მოღვაწეობს დღეს მოსკოვში და დღეს დაფუძნდა ის საწარმო, რომელიც ჩვენ ვახერხებთ, ეს არის მის მიერ დაფინანსებული. დღეს ჩვენ ოფიციალურად გაიხსნა საინვესტიციო ჰოლდინგური კომპანია ლაზი, რომლის დამფუძნებელიც არის გულიკო და ამ ხოლგის ქვეშ ვართ ყველა. ესე იგი, შედის 2 საწარმო, შედის სააქციო საზოგადოება ზღვაია, თქვენ იცით. 26 მაისის სახელობის კოოპერატივი არის გაერთიანებული, ეწერის კოლმეურნეობა ყოფილი და ჯვარის კოლმეურნეობა. ეს საწარმოები არიან, როგორც გითხარით, ამ საინვესტიციო კომპანიაში გაერთიანებული და 2-3 წელიწადში ალბათ შედეგი წელსვე იქნება. თქვენ ალბათ ნახეთ, რომ სამუშაოებია დაწყებული და 50 ჰექტარზე მეტი გამოყვანილია, ეს პროცესები გრძელდება. იქ დასაქმებულია 50-ზე მეტი კაცი და წელსვე დასაქმდება სადღაც 300-400 კაცამდე. თქვენ იცით, რომ ჩვენ დიდი ბრძოლით მივახციეთ იმას, რომ ჩაის პლანტაციები დარჩენილი იყო ფოთოლსაკრები ჩვენს რაიონში 750 ჰექტარი ჩაის პლანტაცია. მე ვფიქრობ, ამ ჩაის პლანტაციას უკვე რეალურად გამოუჩნდა პატრონი. თქვენ ხედავთ, რომ რეალურად დღეს პირველად გაიხსნა ეს საწარმო და თქვენ ხედავთ, რომ აქ შესაძლებელია, ჩვენს რაიონში შესაძლებელია მსოფლიო ბაზარზე, მსოფლიო ბაზრის დონეზე გამზადდეს უმაღლესი ხარისხის შავი ლაიხის ჩაი. დღეს მე ყველას მივიხილეთ, თუ რამხელა დიდი საქმე გეთდება წალენჯიხაში, გაიხსნა ერთი კიდევ ჩაის გადამუშავებელი მიკროფაბრიკა, სადაც მომავალში დასაქმდება 200-მდე ოჯახი და მივიღებს ქართული ჩაის პროდუქციის უმაღლეს ხარისხს და ეს პროდუქცია დარწმუნებული ვართ, რომ ბაზარზე, სოფლიო ბაზარზე შეიძლება გავიდეს აღენაზე და მოიხდეს სახელს და დაიკავეს ფართე არეალს. მე მივესალმები, ყველა მივესალმები ჩვენ
ვახერხებ, რომ რამხელა მონდომებით, რამხელა სულისკვეთებით უდგება ეს ხალხი ამ სამსახურს. ეს არის სასიგნალო წარმოება, სასიგნალო რეგიონის მასშტაბით, სასიგნალო გულისხმობს იმას, რომ ამ პერიოდში, როცა ბევრ რაიონში ჩაის კულტურის ჩანაცვლება მიდის სხვა საქმის კულტურები, თალიშის რაიონში გამოინახა ინვესტორი, პიროვნება, რომელიც ზღუნავს ჩაის გადარჩენაზე და უმთავრესი აქცენტი კეთდება ხარისხზე, როგორც გამოგვიეს ამ წარმოების ხელმძღვანელმა ბატონმა მოდერსალიამ და წარმოების ტექნოლოგიებმა. ხარისხი გულისხმობს იმ ძველი ქართული პროდუქციის ხარისხით ბაზარზე დაბრუნებას, რაც აუცილებელი წარმატების პირობა არის გამართული და მომგებიანი წარმოებისთვის. მუნიციპალიტეტის საგრებულო გულხარდაქმნილი არ უყურებდა პროცესებს, იმედა ჩვენ მნიშვნელოვანი წილი შევიტანეთ ინვესტორების მოძიებაში, ბაზრის მოძიებაში, ასე რომ ამ წარმოებისთვის ყველა გზა ხსნილია და ეს უშუალოდ დაუკავშირდება მოსახლეობის დასაქმებას, უშუალოდ დაუკავშირდება ხვალზე უკვე რაიონის ეკონომიკის ზრდას, ასე რომ ყველა ამუშავებელი წარმოება ჩვენი მომავალია და ამ შემთხვევაში შედეგებს უახლოეს მომავალში უნდა ვიღებოთ. წალენჯიხის რეინჯერებს დღეიდან მანქანის მაგივრობას ცხენები გაუწევს. წალენჯიხის სატყეო დეპარტამენტს საჩუქრად 14 ძვირადღირებული ცხენი და უნაგირი თავისი მოწყობილობით გადაეცა. ქალაქ თბილისში სატყეო დეპარტამენტმა ტენდერი ჩაატარა ცხენების ყიდვის თაობაზე. ამ ტენდერში გამარჯვება მოიპოვა შპს მერკურმა. შპს მერკური მდებარეობს ხობის რაიონში, კოლხეთში, რომელსაც პატარა ფოთის ტერიტორიას ეძახიან. შპს მერკურის დირექტორმა ჯონი ბიბიამ წალენჯიხის დეპარტამენტის ადმინისტრაციას 14 ცხენი და ახალი უნაგირი თავისი მოწყობილობით საჩუქრის სახით გადასცა. თქვენი რაიონისთვის 14 იყო გამოყოფილი. სხვა რაიონებს ზოგს 2-ია გურიას, 2 ცხენი ყავს გურიას გამოყოფილი. იმერეთს აქვს 16 ცხენი და ასე შემდეგ. აღმოსავლეთში მარტო 14-ზე მეტი არავის არ ქონია, მარტო კახეთს აქვს 16 ერთ რაიონს. დანარჩენი 14-ზე უფრო მეტი არავის არ ქონია. სულ არის 100 ცხენი. მისი აღჭურვილობა ახლა იქ უნაგირები, ეს არის 100 წლის. გამაჯანსაღებელი ბანაკის გულის სასია დამსვენებლებით პატრიოტებთან ერთად ერთი კვირაა წალენჯიხის კურორტს გურს სტუმრობენ სანატორიუმული ტიპის საამზრდელო დაწესებუნების ბავშვები. წელს საამზრდელო დაწესებულებამ 80-მდე ბავშვი მიიღო. რამდენიმე წელია წალენჯიხის საამზრდელო დაწესებუნების ხელმძღვანელი გონერჭანია დასასვენებლად იწვევს სხვადასხვა რაიონის სანატორიუმული ტიპის საამზრდელო დაწესებუნებაში მყოფ 6-დან 18 წლამდე ასაკის აღსაზრდელებს. წელს 80-მდე ბავშვი მიიღო ახალგორიდან და ლაგოდეხიდან. სტუმრებთან ერთად ისვენებენ ჩვენი რაიონის საამზრდელო დაწესებუნების ბავშვებიც. წელს საამზრდელო დაწესებუნების ბავშვებს, პედაგოგებს, მთლიანად კოლექტივს ახალ შენობაში მოუწია გადასვლა. შენობის პატრონმა ემზარ მორგოშიამ სანატორიუმული ტიპის საამზრდელო დაწესებუნების დამსვენებლები უსასყიდლოდ მიიღო, რისთვისაც მადლობას უხდის საამზრდელო დაწესებუნების უფროსი გონერჭანია. უნდა აღნიშნო ის, რომ აი შენობა, კურორტის შენობა, სადაც დღეს ჩვენ ვიმყოფებით, ეს გადმოგვეცა ჩვენ ყოველგვარი ესე გადასახადის გარეშე ჩვენ ფულსაწყიდლოდ ფულს არ გვახტევინებს ბატონი ემზარი მორგოშია, მან მოგცა საშუალება რომ ჩვენს ბავშვებს დაესვენათ აქ უფასოდ წელს. ნუ სხვა დროს არ ვიცი ახლა მომავალ წლებში როგორ იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ მომავალ წელსაც გააკეთებს ქველმოქმედებას ბატონი ემზარი და თუ მთელ შენობას არა ერთ ნაწილს მაინც აგვიტნოთ. მე მინდა მადლობა უთხრა ბატონი ემზარის, ბატონ მამუკას და ყველა იმ ადამიანს, ვინც დაგვეხმარა ჩვენ აქ, რომ წელს დაგვისვენა ამ სახლში. ამ პატარებს გართობის ყველანაირი საშუალება აქვთ, სპორტული თუ მუსიკალური. როგორც უფროსისგან შევიტყვეთ, უამრავი სიურპრიზი ელოდებათ, გაიმართება ლაშქრობები, სპორტული შეჯიბრებები. ასე რომ ეს პატარები ნამდვილად არ მოიწყენენ. 2 თვის განმავლობაში გამაჯანსაღებელ ბანაკში ზღაპრულ დროს გაატარებენ. მუნიციპალიტეტის ნომერ 46 კომპლექსური სკოლის
სპორტული დახელოვნების გუნდი წანიჭიხის სკული მონაწილეობას ღებულობდა 2006-2007 წლების სამეგრელო ზემოსვანეთის რეგიონალური ლიგის გათამაშებაში, სადაც მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა და დაჯილდოებული იქნა ბრინჯაოს მედლით. ხოლო სამეგრელო ზემოსვანეთის თასის გათამაშების ფინალურ შეხვედრაში წანიჭიხის სკულმა მარტვილის გუნდი მერანი დაამარცხა და მოიპოვა დავით ყიფიანის სახელობის თასი. წანიჭიხის მუნიციპალიტეტის ნომერ 46 სპორტსკოლის ადმინისტრაცია ულოცავს ამ დიდ წარმატებებს წანიჭიხის სკულის შემადგენლობას, მწვრთნელებს თამაზ კვარაცხელიასა და გურამ ქარჩავას. სპორტსკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის წანიჭიხის მუნიციპალიტეტსა და გულშემატკივრებს მხარდაჭერისა და თანადგომისათვის. მიმდინარე წლის 24 ივნისს კი ჩატარდა რეგიონალური შეჯიბრება თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის, სადაც მონაწილეობა მიიღეს 46 სპორტსკოლის აღსაზრდელებმა. პირველ ადგილზე გავიდნენ გიორგი ცირამოა და მალხას კვარაცხელია, მეორე ადგილზე გოგა შანავა, ლუსო კვარაცხელია, ლადო აკობია, ალიკა კვარაცხელია, დიმიტრი და გურამ კვარაცხელიები. მესამე ადგილზე გავიდნენ გიგა კვარაცხელია, ცოტნე კვარაცხელია, გიგა ხუბულია და მიხეილ კვარაცხელია. ასეთ იყო გასული კვირა, დიდი მადლობა ყურადღებისთვის. მომავალ კვირამდე გემშვიდობებით, კარგად წადებით.